Туберкулозით დაავადდა. ნინო არღლიანი ადევნებდა თვალს დღევანდელ სხდომას, პირდაპირ ეთერში გვერდება და გვეტყვის ხვალინდელ დღის წესრიგსაც. საგამოძიებო კომისია ხვალ ნანა ქადაგიშვილს მოусმენს. ქალს, რომლის ოჯახისგანაც ნაციონალური მოძრაობა ვარდების რევოლუციის დაფინანსებას ითხოვდა, რადგან ოჯახს 20 მილიონი არ ჰქონდა, რეჟიმმა დააკავა ნანა ქადაგიშვილის შვილი და მეუღლე, რომლებზეც ციხეში განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, ამის შემდეგ მათ დიდხანს ვეღარ იცოცხლეს. რეჟიმმა დააკავა თავად ნანა ქადაგიშვილიც, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ საკანში 40 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, საკანს არ ჰქონდა ფანჯარა, არ შედიოდა საჭმელი, პატიმრებს ეკრძალებოდათ საუბრის უფლებაც კი. მოკლედ ამ მძიმე დეტალებს საზოგადოება კომისიაში ხვალ მოისმენს, მანამდე კი დღეს საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა გიორგი ხოჭავა. თმებით ძირს ვეგდე და ესე გადამატრიალა მეგის კარდავამ და ჩემ სისხლის გუბესთან დამადებია თავი და მითხრა რომ ამელოქა. გიორგი ხოჭავას წამების ისტორია ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახეს ბოლომდე აშიშვლებს. 19 წლის ბიჭს სისტემამ ცხოვრება ჯოჯოხეთად მას შემდეგ უქცია, რაც მეგის კარდავას მიერ შეთავაზებული დანაშაული არ დაიბრავა. რეჟიმი ახალგაზრდა კაცის უარს წამებით პასუხობს. მიტოვებული აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც წამება დაიწყო, ხოჭავას კარდავა და კოხტა კოდუა საკუთარი სისხლის დალევას სთხოვდნენ. არა ადამიანური მოპყრობა მორიგი ეპიზოდი ზუგდიდის სამმართველოში იყო. თვითონ დამადებიეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე. ფეხით, ხელით დამიწყეს ცემა და ამ ცემის პერიოდში ჩამიდეს კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მეგის კარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მეგის კარდავამ დამადო თავში იარაღი. მეუბნებოდა რომ მე შენ ეხა გეისვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მე დავხოცავ შენ მშობლებსო. ციხის გარეთ რეჟიმი დაკავებული ბიჭის ოჯახს აწამებს. ციხეში კი გრძელდება არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. პატიმარს არ აქვს წყალი, საჭმელი, გადაედო ტუბერკულოზი და არ აძლევენ მკურნალობის საშუალებას. როცა მისი წონა სასიკვდილო მაჩვენებლებს გაუტოლდა, ხოჭავა მხოლოდ ამის შემდეგ გადახავთ შესაბამის დაწესებულებაში. არ მაძლევდნენ წყალს. არ მაჭმევდნენ საჭმელს. აწამებდნენ ცემდნენ. ელექტროშოკერებს იყენებდნენ. გადამიყვანეს ზუგდიდის ციხეზე. ესე წრეს გააკეთებდნენ. იცოდნენ, ყველას ესე უკეთებდნენ და შუაში დაგაყენებდნენ. ყველა ერთად გირთხამდა. ზოგი ფეხს, ზოგი ხელს, ზოგი კიდე ხელში რაც ეკავა. როგორც კი შემიყვანეს მიმღებში უთხრეს. მოკალით და ათქმევინეთ. დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი. არ მკურნალობდნენ. გამიჩნდა თურმე ტუბერკულოზი. და საბოლოო ჯამში ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, იმიტომ რომ მათ კიდე რამოდენიმე თვე არ გადამიყვანეს ეგრეთ წოდებულ ტუბზონაზე და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება ტუბზონაზე. მე ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ, ოფლისგან ვიღვრები. და მოკლედ გეტყვით, რომ ეხლა ვარ 69 კილოგრამი და მაშინ მოვედი 38 კილოგრამამდე. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად პატიმარს ციხეში აბრუნებენ, სადაც კარგად ნაცნობი მეთოდებით წამება გრძელდება და ამას მწამებლები ვიდეო ფირზე თავადვე იღებენ. თოვლი იყო ქსანში მაშინ. დამაგდეს თოვლში, მირტყეს და ეს გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ჩემი ყველა წამება არის გადაღებული. რას ფიქრობ თქვენ რატო იღებდნენ გიორგი ამას? ვიღაცა სიამოვნებდა ამით. შეუტანდნენ კაბინეტში და ანახებდნენ. ქართველი კაცის გენოციდი უნდათ. ცოლი მყავდა ორჯერ და სულ ყოველთვის იყო პრობლემა, რომ ყველანაირი ჯანმრთელობა წამართვეს იმისთვის, რომ ბავშვები მიყვარს ძალიან. და რთულია და მტკივნეულია მის თქმა, მაგრამ ბუნებრივად ჩემი შვილი ვერ მეყოლება.
მეგის ქარდავა ხოჭავასგან ქურდობის აღიარებას ითხოვდა, თუმცა წამების შემდეგ უთხრეს, რომ ნამდვილი ქურდი იპოვეს და ახლა ნარკოტიკების ფლობა უნდა დაებრალებინა, რაზეც ოჯახის გადარჩენის სანაცვლოდ დათანხმდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი მას ნარკოტიკი ციხეში დაალევინეს. დამაგდეს ისევ გამიხსნეს პირი და ნელ-ნელა დამალევინეს ეს წყალი. ეს იყო ოპიუმი გახსნილი ბოთლში. ხოჭავას წამებიდან მალევე მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. დააჯილდოვა იგივე მეგის ქარდავა შემდეგი ფორმულირებით: სამსახურებრივი მოვალეობის, კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის. ან წამება იყო ადამიანების წამება იყო მისთვის განსაკუთრებული ესე მაღალი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება და ღირსეული სამსახური სამშობლოს წინაშე. დღევანდელი სხდომა ყველა იმ სხდომას შორის ჩემთვის ყველაზე გამორჩეული იყო ცუდი გაგებით. თქვენის თაობა ხართ, რომლის განადგურებასაც შეეცადა მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ თქვენნაირ ქართველ ახალგაზრდა ბიჭებში დაინახა მან საფრთხე. 2012 წლის შემდეგ გამოძიებამ დააკავა ციხის ის თანამშრომლები, რომლებიც პატიმარზე ძალადობდნენ. ახლა კი ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლი გიორგი ხოჭავა მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას პასუხისმგებლობას ითხოვს.